ეკონომიკის სამინისტრო შრომის ბაზრის, კერძოდ მომსახურების სექტორის კვლევის ჩატარებას გეგმავს. კვლევის მიზანია იმის გაგება, თუ რა ცოდნისა და გამოცდილების ადამიანური კაპიტალი სჭირდება ბიზნესს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების საკითხი კვლავაც პრობლემურია. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად საქართველოში უცხოელების დასაქმება გართულდა. ამ ფონზე ბიზნესი კვლავ ამბობს, რომ არაერთ სექტორში კადრების დეფიციტი კვლავ მწვავედ დგას და კომპლექსური მიდგომის გარეშე ამ გამოწვევის აღმოფხვრა შეუძლებელია. რა ვითარებაა შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტის მიმართულებით და სადაა გამოსავალი. თუმცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს ნუცა გისმით. ანუკო მოგესალმები, რა ცოდნის და გამოცდილების ადამიანური კაპიტალი სჭირდებათ კომპანიებს მომსახურების სექტორში. ამის დასადგენად ეკონომიკის სამინისტრო კვლევის ჩატარებას გეგმავს. უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოში შრომის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დამსაქმებლების მოთხოვნებსა და მუშახელის უნარებს შორის არსებული უთანაბრობა წარმოადგენს სამინისტროში. აღნიშნავენ იმასაც, რომ შრომის ბაზარზე არსებული ვითარება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაბალია მოთხოვნის კომპონენტი, უმთავრეს პრობლემას კვლავ შრომის ბაზარზე სასურველი უნარების მქონე კვალიფიციური კადრის მოძიება წარმოადგენს. აღნიშნული ნეგატიურად აისახება ბიზნესის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა ცოდნის და უნარების საჭიროებაა შრომის ბაზარზე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელია გამოვლენილ იქნას კერძო სექტორის მოთხოვნები ადამიანური კაპიტალის საჭიროებებისა და განვითარების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანური კაპიტალის საჭიროებების შესასწავლად დღის წესრიგში დგება მომსახურების სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სიღრმისეული რაოდენობრივი კვლევის ჩატარება. იმაზე, რომ მომსახურების სექტორში კადრების დეფიციტი კვლავ მწვავედ დგას, საუბრობენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ დარგში კადრების სიმცირის მიზეზი მრავალია. მათ შორისაა ქვეყნიდან კადრების გადინება და თავად ტურიზმის დარგის სეზონური ხასიათი. სტუმარ მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ იმასაც, რომ ამ გამოწვევის გადაჭრის გზა მხოლოდ ფრაგმენტული ვერ იქნება და საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მაგალითად, რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მთავარი გამოსავალი პროფესიული განათლების გაძლიერებაა. პრობლემა იმდენად დიდი არის ეს ვაკუუმი, მისი შევსება რთულად ხდება და შესაბამისად თქვათ ერთი კადრის მეორე ადგილზე გადაყვანა უბრალოდ ეს არ ნიშნავს, რომ ის რაც იქ ვაკუუმი შექმნა, ის მარტივად ამოივსება. აქ არის საჭირო როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობა, რომელიც შესაძლებლობას მიცემს პროფესიული განათლების ხელშეწყობას, ეგრეთ წოდებულ რაც სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ დუო სისტემებს, სადაც დასაქმებული არის ადამიანი კერძო სტრუქტურაში და შესაბამისად ღებულობს ხელფას როგორც სახელმწიფოდან სწავლის პერიოდში, ასევე ღებულობს გარკვეულწილად ხელფას კერძო სტრუქტურიდან. ეს არის ის ძირეული აუცილებელი პირობები, რომელიც შესაძლებლობას მიცემს განვითარებას კადრების. დეფიციტის მიზეზია პირველ რიგში სეზონურობა და ამ სფეროს უკვე კადრები უყურებს იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება რაღაც არასტაბილურობამ მათი სამსახურის დაკარგვა გამოიწვიოს. შესაბამისად ცდილობდნენ დასაქმდნენ უფრო სხვა სექტორებში. ანაზღაურება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული პროფესიებისთვის ცოდნას, ამა თუ იმ პოზიციისთვის, მაგალითად თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით ჭირდება მიმტანები, ჭირდება მიღება განთავსების სფეროს თანამშრომლები, დამწყები მზარეულები, ბარმენები და ასე შემდეგ. უამრავი კადრი დაცვის სამსახურის თანამშრომლები მოგეხსენებათ, სასტუმრო სფერო საკმაოდ დიდ სპექტრს მოიცავს პოზიციების და ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მათი ცოდნა იმ კონკრეტული საქმისთვის, რაც მათ უნდა შეასრულონ, ასევე კომუნიკაციის უნარები. საკმაოდ მნიშვნელოვანია უცხო ენის ცოდნა, მნიშვნელოვანია მომსახურების სფეროს ცოდნა, ამიტომ გადამზადებისას თუ ყურადღება უნდა მიეცეს ამ უნარების სათანადოდ განვითარებას იმ პროფესიასთან ერთად, რაც მათ უნდა იმ საქმესთან ერთად, რაც მათ უნდა შეასრულონ. იმ ფონზე, როდესაც თავად მთავრობა საუბრობს რიგ სექტორებში კადრების დეფიციტის პრობლემაზე, როგორც ცნობილია ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად საქართველოში უცხოელების დასაქმება გართულდა. ამ მიმართულებით კერძო სექტორის შეფასებებს მაყურებელს უკვე საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში შევთავაზებთ. მადლობა, ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შრომის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით ბიზნესის პოზიცია მოგვასმენია.